შეხვედრა მართლაც შედგა ქალი პოლიტიკოსების ნაწილი გახდით საპატრიარქოში შეხვედრაზე. ჩემთვის პერსონალურად ეს შეხვედრა მრავალი წლის წინ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ახლა უკვე მიწევდა საუბარი იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელი საკითხების თვითმხილველი და თანამონაწილეც მე თვითონ ვიყავი, გულისხმობ საპროტესტო აქციებს, ძალადობრივ დაშლის მომენტებს, სინდისის პატიმრების მდგომარეობას და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი გახლდათ ის, რომ მეუფეშიო სხვა სასულიერო პირებს, რომლებიც საკმაოდ წარმომადგენლობითად ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, ქონოდათ პირველ წყაროსგან ინფორმაცია. თქვენი სურვილი იყო თქვენ მიმართეთ, ხო? ვიდრე ამას გაშლით, ეხლა რაზეც საუბრობ თეონა, ანუ თქვენ მიმართეთ ვის და როგორ მოხდა, როგორ დაიგეგმა, რომ ეს შეხვედრა შედგა? აი ეს დეტალები ძალიან საინტერესოა. დიახ, გაზაფხულზე ჩვენ გქონდა ქალ პოლიტიკოსებს შეხვედრა პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან ემოციური. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევკავშირდით ქალი პოლიტიკოსები და რაღაც გარკვეულ ნაწილში წამოვიდა ეს იდეა, რომ ხომარ გვეცადა შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ძალიან სწრაფად განვითარდა ეს მოვლენები, შეიძლება ითქვას, და სწრაფად დაიგეგმა თითქოს ეს შეხვედრა და სწორედ ამ შეხვედრაზე მინდა რომ ჩემი სათქმელი რაც იყო, ამაზე უფრო მეტად გავამახვილო ყურადღება. კი, სწორედ ჩვენი ინიციატივით იყო ეს ერთგვარად, თუმცა მზაობაც როგორც ნახეთ იყო იმ მომენტში ამ შეხვედრისა. თქვენ გინდოდათ რომ მოსაყდრე დასწრებოდა თუ ეს თვითონ საპატრიარქომ გადაწყვიტა? ესეც საინტერესოა. შემადგენლობა თუ ვისთან მოხდებოდა შეხვედრა ეს ჩვენთვის არ იყო თავიდან ცნობილი, ანუ ეს შეხვედრის სურვილი იყო მხოლოდ ასე ვთქვათ ჩვენი მხრიდან გამოხატული, მაგრამ შეხვედრაზე უშუალოდ მეუფე ესწრებოდა ნამდვილად მამა ანდრიაც, თუმცა დანარჩენი საპატრიარქოს წარმომადგენლების სათითაოდ დასახელება მე ახლა გამიჭირდება, მაგრამ წარმომადგენლობით იყო ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ახლა რაც შეეხება იმას, რასაც ვამბობდი, ანუ ჩემი ემოცია იყო ის, რომ მინდოდა პირადად ჩემგან გაეგოთ მას ის, რაც მაგალითად პერსონალურად მე გადავხდა და გადავიტანი ამ საპროტესტო აქციების დროს. და საუბრის დასაწყისში დავაფიქსირე, რომ ნდობა, რომელიც შეიძლება უშუალო ურთიერთობის და კომუნიკაციის დროს გაუჩნდეთ ადამიანებს, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია და ასეთ დროს მოწოდებული ინფორმაციას კიდევ უფრო მეტი ემოციური გავლენა შეიძლება ჰქონდეს თქო და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აქ ყოფნის თქო. მე გავამახვილო ყურადღება, ალბათ თქვენს არქივში რა თქმა უნდა არის ეს კადრებიც, როდესაც ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელი ძირს დავარდნილ აქციის მშვიდობიან დემონსტრანტს თავში ურტყავს ფეხს და ადამიანის თავით ფეხბურთს თამაშობენ თითქოს. მე მათ ვუთხარი, გაქვთ თუ არა თქვენ ეს კადრები ნანახი. დამიდასტურეს, რომ ჰქონდათ ნანახი ეს კადრები და მაშინვე დააფიქსირეს შეშფოთება აი ამ კონკრეტული კადრების ნახვის მიმართ და მე გავამახვილე ყურადღება, რომ ეს კადრები არის ჩემი გადაღებული და მე ვარ თვითმხილველი თუ როგორი მშვიდობიანად გადაადგილდებოდა ზვიად მაისაშვილი ძმასთან ერთად და ის განწირული ხმა ქალის, რომელიც თქვენ კადრებში ნახეთ, ეს მე ვიყავი და ეს ამ ემოციის გაყალბება უბრალოდ არ შეიძლება და მე აქ იმისთვის ვარ მეთქი, რომ პირადად გითხრათ, რა სისტასტიკეს ვეჩეხებით ჩვენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, როგორ სასტიკად უსწორდებიან სპეცრაზმელები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მშვიდობიან მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომელთა დიდი უმრავლესობაც არის სწორედ ქრისტიანი მართლმადიდებელი და აი ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში მათი მხრიდანაც იყო დაგმობა, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად არ იყო ეს მისაღები და მოსაწონი საქციელი და ანუ ძალიან შემაშფოთებელი ინციდენტის შესახებ საუბრობდი. მე ასევე გავამახვილე ყურადღება, რადგან ქალები ვიყავით იქ წარმოდგენილი, ჩვენ უშუალოდ როგორი
გამოცდილება ჰქონდა სპეცსაზმელების ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან ქალების მიმართ აგრესიის, დამოკიდებულების, შეურაცხყოფების როგორ ვიღებდით მათი მხრიდან და ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ქალებს რელიგიაში გნებავთ, ქართული საზოგადოება გნებავთ, როგორ დიდ პატივს სცემს ჩვენი ისტორია, კულტურა და ეს დამოკიდებულება ჩვენ არ დაგვიმსახურებია არაფრით და ეს იყო სრულიად მიუღებელი და უთხარით რომ თქვენ შეიძლება რაღაცა ინფორმაციას იღებთ სხვადასხვა მაუწყებლობიდან ან სხვადასხვა წყაროებიდან, მაგრამ უშუალოდ იმ ადამიანებისგან, იმ ქალებისგან, რომლებიც ვართ ამ ყველაფრის მონაწილეები და ჩვენ თავზე გვაქვს ეს აგრესია და ეს ძალადობა გამოცდილი, ჩვენი მოყოლილი იცოდეთ. მე პირადად მაგალითად გავიხსენე, რომ გადაცმულმა პოლიციელმა სახეში როგორ გამარტყა სილა. რეაქცია როგორი იყო მათი? როდესაც აი ამ ფაქტებზე საუბრობდნენ. ძალიან ყურადღებით გვისმენდნენ ინგა, იგრძნობოდა რომ ეს ყურადღება არ იყო, ასე ვთქვათ, ზერელი დამოკიდებულება არ იყო და აფიქსირეს რომ მათ აქვს რა თქმა უნდა არაერთი ინფორმაცია და არიან ყველაფრის საქმის კურსში, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა გავლენა ჰქონდა ეხა პერსონალურად ჩვენი გამოცდილების ესე გაზიარებასაც. ეს მახსოვს ეს გარკვეული ემპათია ნამდვილად იგრძნობოდა. რა თქმა უნდა საუბარი შეეხო სინდისის პატიმრებთან მიმართებაში არსებულ ვითარებას, ძიაამაღლობელთან დაკავშირებით ის იმ პერიოდში შიმშილობის შეწყვეტილი ჰქონდა თუ აი რაღაც ზუსტად არ მახსოვს ეს გაზაფხულის დასაწყისი იყო და ვუთხარით რომ ანუ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანები იყვნენ ციხეში ყოველგვარი დამტკიცებულებების ყველაფერი არ გითხრეს რომ ეს არის კანონის სასამართლოს საქმე ეს მათი თქვათ ეს არ არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი პოლარიზაცია, ძალიან დიდი არის ეს ხით ჩატეხილობა, განხეთქილება, ასე ვთქვათ და ეს დაპირისპირება, თქოს რომ როგორც მახსოვს რომ ერთხელ უკვე ჰქონდათ მათ კომუნიკაცია ამ მიმართულებით, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რა გამოსავალი შეიძლებოდა მომზადებულიყო, გამოძებნილიყო ამასთან მიმართებაში და თქოს რომ კიდევ ექნებოდათ კომუნიკაცია. ასევე მე გითხრეს რამე, ანუ პასუხი უკვე რა მიიღეს კობახიძისგან, ოცნებისგან, აი ამაზე თუ დაგიკავშირდა თვინმე საპატრიარქოს მხრიდან. არა, ჩვენ ესე კონკრეტული უკავშირი უკვე დეტალური აღარ გქონია ამასთან დაკავშირებით, თუმცა მოლოდინი გქონდა იმისა, რომ მათი რაღაცა ჰუმანურობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში ეს დაპირისპირება, ეს რაღაცნაირად შერბილებული იყო და რაღაცა ნორმალიზება მომხდარიყო, თქვათ, გარკვეულწილად პროცესის, რაცაც თავისთავად სინდისის პატიმრების თავისუფლება ერთგვარი ხელს შეუწყობდა, მქონდა განცდა, რომ რაღაცა ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული, თუმცა კონკრეტულად რა მოყვა ამას, ეს კავშირი აღარ გქონია, გარდა იმისა, რომ ჩვენც საჯაროდ, როდესაც მამა ანდრიამ გააკეთა ინტერვიუში, თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ესეთი შეხვედრა შედგა და იქ ახსენა, რომ უკვე სამჯერ ჰქონდათ კომუნიკაცია, თავისთავად ლოგიკურად დასკვნა იყო ის, რომ ესე იგი ჩვენი შეხვედრის შემდეგაც იყო კომუნიკაცია. ხო, ნუ ფაქტია, რომ მათ მიიღეს უარი, რადგან სამ შეხვედრაზე საუბრობდა ანდრია ჯაღმაიძე, აქედან ერთი პირადად მეუფეშიოსი და კობახიძის საუბარი იყო და ფაქტია, რომ უარი მიიღეს, იმიტომ რომ თვითონაც განმარტა მერე ჯაღმაიძემ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, არავინ გაუთავისუფლებიათ, მზიაც ისევ საპყრობილეშია და ყველა სინდისის პატიმარი, რომელიც იმ დღეებში დაიჭირეს. მადლობა თეონა, რაღაცას ამბობდი დაასრულეთ და დაგემშვიდობებით. ერთი აქცენტი, რადგან პატრიარქის სიცოცხლეში მოხდა ეს კომუნიკაციაც, რა თქმა უნდა, მე მაქვს განცდა, რომ ალბათ მასთან შეთანხმებული იყო ეს კომუნიკაციაც, ხო, ამ საკითხზე და შესაბამისად პატრიარქთან შეთანხმებული კომუნიკაციის შედეგი, რომ მთავრობის მხრიდან ძალიან უარყოფითი არის, ეს ნამდვილად ყურადსაღებია.
რადგან მე ახლა ვიმყოფები კანცელარიასთან და ეს არის ყველაზე სულის შემძვრელი აქცია, სადაც ყოფილი ვარ. უბრალოდ არ მინდოდა ამის გარეშე მეთქვა. სულის შემძვრელია, იმიტომ რომ აქ არიან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები, რომლებიც ითხოვენ წამალს თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად და გასახანგრძლივებლად და ერთ-ერთი მშობლის სიტყვით გამოსვლა კახაწიქარაშვილის იყო იმდენად სულის შემძვრელი, რომ აქციის ყველა მონაწილე ტიროდა და ცრემლები აღრჩობდა. ეს არის დაავადება, ესე იგი, რომელიც კახამ როგორც თქვა, ფეხებიდან რომ იწყება და გადადის სხვადასხვა ორგანოებზე, ბოლოს დგება ლეტალური შედეგი და ჩვენ მშობლები ვუყურებთ ბავშვების დამბარხვის ქრონიკასო და მე მოუწოდებ ცხობ, გულით, სულით, ერს, ბერს ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს სოლიდარობა, მხარდაჭერა, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ წამალი და ვისაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევალება, მიიღოს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ბავშვები იღუპებოდნენ წამლის არქონის გარეშე. ეს არის მშობლებისთვის უდიდესი ტრაგედია და მე აქ ვდგავარ როგორც ხალი, როგორც დედა და მშობელი. გიერთდებით თეონა ამ თხოვნაში.